10-ან მეტი მოსწავლის სურვილი შემთხვევაში თურქეთის სკოლებში ქართულ ენას შეასწავლიან. მეზობელი ქვეყნის განათლების სამინისტრომ პროგრამა უკვე დაამტკიცა. თემაზე დღის განმავლობაში მარი ბოლქვაძე მუშაობდა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება და მოგვიყვება, რა კომენტარები გაკეთა ინიციატივასთან დაკავშირებით. მარი, მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლება სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება და ეს თურქეთის განათლების სამინისტრომ ოფიციალური დოკუმენტით დაადასტურა, საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. პროგრამა თურქეთის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდება და ქართული ენის შესწავლა მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში მოხდება. როგორც გაირკვა, ამ პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი თურქეთში არსებული ქართული დიასპორა იყო. ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ დღეს საქართველოს ელჩს თურქეთში ირაკლი კოპლატაძეს და ასევე თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს ელიზაბეთ სინარიდეს. მათი თქმით, საკითხზე მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბოლოს თურქული მხარე დათანხმდა, რომ ეს პროგრამა დაემტკიცებინა. ეს არის, რა თქმა უნდა, ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც პირველად აძლევს შანსს თურქეთში არსებული მრავალრიცხოვანი ეთნიკური ქართული წარმოშობის ბავშვებს შეისწავლონ ქართული ენა და არა მარტო ქართული წარმომავლობის, არამედ ნებისმიერ მსურველს თურქეთის მოქალაქისა. ეს პროგრამა უკვე შეიძლება ამოქმედეს 2014 წლიდან. უკვე მთავარია, ესე იგი, რომ ოპერატიულად თურქული მხარის მიერ მომზადდეს, ანუ გამოიცეს შესაბამისი სახელმძღვანელო, მომზადდეს პედაგოგები, შესაბამისად ხარჯებთან დაკავშირებით ეს არის თურქული მხარის აბსოლუტური პრეროგატივა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ეს არის თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ჩვენ და მომავალ თაობისთვის არ დაკარგვის და არ დავივიწყდებით ქართული ენისა და ქართული კულტურისთვის დიდი ხანგრძლივი იქნება ეს ისტორიული ოქროს ათოებით ჩასაწერი ისტორიული დღე. სახელმწიფოს გამზადებამდე პედაგოგები შეუძლია ამ ენის პროგრამის მიხედვით წლეულა 2014 წლიდან უკვე დაწყებული არის და ძალაში არის ქართული ენის სწავლა თურქეთში საჯარო სკოლაში. კომენტარები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთდა საქართველოს განათლების მინისტრი პოზიტიურ მოვლენად აფასებს თურქული მხარის გადაწყვეტილებას და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაეხმაროს მათ ქართული ენის სასწავლო პროგრამის დამუშავებაში. ჩვენ ასევე შეფასება ვთხოვეთ ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორს მამია ფაღავას, რომელიც უკვე წლებია მუშაობს მონოგრაფიაზე თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველი მოსახლეობის შესახებ და აკვირდება მათ ყოფას. მამია ფაღავას განმარტებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ კატეგორიის მოსახლეობაში ახალმა თაობამ მის აღარ იცის ქართული, მისასალმებელია. ჩვენ ასევე ვკითხეთ პროფესორს, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება ერთგვარად საფრთხის შემცველი ქართული მხარისთვის და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს თემა გახდეს ერთგვარად სპეკულირების საგანი იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღის წინ მედრესეს გახსნა საქართველოში მწვავე რეაქცია მოყვა. მამია ფაღავა მიიჩნევს, რომ საფრთხე არ არსებობს. რამდენადაც მომივლია თითქმის ყველა ქართულად დასახლებული სოფელი და კუთხე თურქეთში უფროსმა თაობამ იცის ქართული, საშუალო თაობამ გაგების დონეზე იცის და ლაპარაკი უჭირს, ახალმა თაობამ თითქმის არ იცის ქართული ენა. თუ ამ ვითარებას გავითვალისწინებთ, აი ამ ქართული ენის შემოღება უმაღლეს სასწავლებლებში თუ ზოგადად სკოლებში, ზოგადად საგანმანათლებლო სკოლებში იყო ძალიან არის უაღრესად დადებითი მოვლენა. ნაციონალური მცირე ერების ენების შემოღება თურქეთის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ეს არის დიდი პოლიტიკის ნაწილი და მე ვფიქრობ სრულიად სხვა კონტექსტში განიხილება ega, რაც შეეხება მედრესეების მშენებლობა და სხვა, ეგ სრულიად სხვა თემაა და სრულიად სხვა საქმე და აქ ერთმანეთთან კავშირში ეს არ უნდა იყოს. არ არის ეგ საფრთხეს არ ხდის, იმიტომ რომ საქართველოშიც თურქული ენა ისწავლება ჩვეულებრივ უმაღლეს სასწავლებლებში, სპეციალობებიც გვაქვს, სამეცნიერო კვლევებიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით და ასე რომ თუ სულოთ რამე გააკეთეთ ჩვენ თურქულს ვასწავლით ჩვეულებრივ უმაღლეს სასწავლებლებში მაინც და არ არის რა ამის არავითარი
მონაცვლეობაზე ლაპარაკი. მე მგონია რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენა, ამისათვის ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ქართული დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ აქტიური მონაწილეები ამ პროცესისთვის, ახორციელებდა მოლაპარაკებას თურქეთის მხარესთან. ჩვენი კუთხით, რა თქმა უნდა, წვლილი შევიტანეთ, რადგანაც სტანდარტის საგნობრივი, სტანდარტთან მიმართებაში მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, დახმარე ლიტერატურა და ასე შემდეგ მოვამზადეთ და რა თქმა უნდა მივაწოდეთ. რაც შეეხება სწავლის დაწყებას, დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლიდან იქნება შესაძლებელი ქართული ენის შესწავლა თურქეთის სკოლებში, თუმცა მოისურვებენ თუ არა რეალურად ქართული ენის შესწავლას თურქეთის მოქალაქეები და რეალურად რა იყო ამ ინიციატივის მოტივი, ალბათ მალევე გახდება ცხადი.